კარგი, მოკლედ ახლა აქ რა ხდება, ესე იგი სამი ცვლადი გვაქვს შექმნილი და სამი პრინტი გვაქვს დაწერილი. ცვლადი ზოგადად გაგახსენებთ, რომ ეს არის წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ყუთი, რომელშიც შეგვიძლია რაღაც შევინახოთ, ჩავაგდოთ, ხო? ამ შემთხვევაში ცვლადი არის სახელად greeting, ანუ წარმოიდგინეთ, რომ ყუთი არის და ამ ყუთს ქვია greeting-ი და შიგნით ჩავაგდეთ აი ეს ტექსტი. შემდეგ ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი ნამი, რომელშიც ჩავაგდეთ რიცხვი 3-იანი. ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი value, რომელშიც ჩავაგდეთ num ყუთში არსებული მნიშვნელობა. ანუ ცვლადი გვაქვს შექმნილი, რომელსაც მივანიჭეთ აი ამ ტექსტის მნიშვნელობა, ანუ hi there. შემდეგ ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი სახელად nami, რომელიც გავუტოლეთ 3-იანს და ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი value, რომელიც გავუტოლეთ nums, ანუ ისევ 3-იანს გავუტოლდება, ხო? პრინტი გვაქვს აქ ერთხელ დაწერილი და დაიბეჭდება greeting-ი, ანუ greeting-ში არსებული მნიშვნელობა, ანუ hi there დაიბეჭდება აქ. შემდეგ მეორე პრინტი გვაქვს დაწერილი და დაიბეჭდება num ცვლადში არსებული მნიშვნელობა, ანუ 3-იანი და მესამე პრინტი გვაქვს დაწერილი და დაიბეჭდება value ცვლადში არსებული მნიშვნელობა და value-ც გატოლებული არის nums და num-ი თავისთავად უდრის 3-ს და ესე იგი აქ დაიბეჭდება მესამე ადგილზეც 3-იანი, ანუ hi there 3 და 3. გადავედით შემდეგზე და